საერთოდ არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ გიორგი ტერეშვილი იყო იქ, ან რომელიმე დააზიანა. ეს 11 პირი შემთხვევით არის მოხვედრილი ერთად და მას ჩვენ ვერ დავარქმევთ ორგანიზებულ ჯგუფს. და ვერც ერთი პოლიციელი ვერ ამბობს, რომ გიორგი ტერეშვილმა დააზიანა მუყაოს ქაღალდი. მე ვარ ირაკლი ჩომახაშვილი, ადვოკატი. ინტერესების დამცველი გიორგი ტერეშვილის, რომელიც დაკავებული არის იმ 11 პირთან ერთად და ჩვენ მათ ვეძახით სინდისის პატიმრებს. გიორგი ტერეშვილი არის ჩვეულებრივი მოქალაქე, ის არ წარმოადგენს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. მას ჰქონდა გულწრფელი პროტესტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2024 წლის 1 დეკემბერს, როდესაც მას ედავებიან, რომ თითქოს ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ის მშვიდობიანად აპროტესტებდა გულწრფელად. ხოლო ამისთვის სხვა 11 პირთან ერთად მიეცა პასუხისმგებაში. პროფესიით არის, ასე ვთქვათ, ძღოლი, ტაქსის ძღოლი და საერთოდ არ არის ჩართული პოლიტიკაში. ჯერჯერობით ამ საქმეზე ვართ მოწმეთა გამოკითხვაზე, ბრალდების მხარის, ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაზარალდნენ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით. შემიძლია გითხრათ წინსწრებით გიორგისთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ გიორგი ტერეშვილი იყო იქ, ან რომელიმე დააზიანა. უმეტეს დროშის არ ემთხვევა და შეუძლებელია ბრალდებამ წარმოადგინოს რომელიმე მოწმე, რომელიც გიორგი ტერეშვილმა დააზიანა. ან თუნდაც სხვა ნებისმიერმა 11 პირმა. ეს ჩვენთვის საქმიდან გამომდინარე ცნობილია. მე რა თქმა უნდა სასამართლოში წარვადგინე ყველაზე მთავარი მტკიცებულება, ამას ჩავთვლით, რომ ეს არის ცნობა უფრო მეტად ვიდრე მტკიცებულება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე, გვახსოვს ეს საქმე ალბათ ყველას ძალიან კარგად, როდესაც სირცხვილი ოსოფისთან მოხდა მოძალადე ჯგუფების შეკრება, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ერთ-ერთ საქმეზე და გამოიტანა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება 225 მუხლის მეორე ნაწილზე, რაც მსგავსი მუხლი აქვს წარდგენილი გიორგი ტერეშვილსაც, ხოლო სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, გაამართლა ეს პირები და უზენაეს სასამართლომ დატოვა ძალაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ განაჩენს ვეთანხმებით, მაგრამ ეს განაჩენი არის სარეკომენდაციო უზენაეს სასამართლოსი ქვედა ინსტანციებისთვის, იმიტომ რომ საერთო პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სწორედ ამიტომ არსებობს უზენაეს სასამართლო. სადაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ როდესაც საკითხი ხება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ აქ მონაწილე პირები იცნობდნენ ერთმანეთს და ხელმძღვანელს, ჰქონდათ ურთიერთობა და ასრულებდნენ ზედმიწევნით მათ მითითებებს გაცემის შესაბამისად. ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ, არც თუნდაც სოციალური ქსელებიდან ამონაწერი, რომ ისინი იცნობდნენ მაინც და არც სატელეფონო ამონაწერები, რომ მათ ოდესმე ერთმანეთთან ზარი ქონოდა განხორციელებული. არც ვიდეო ჩანაწერები, რომ ერთმანეთში საუბრობდნენ. უფრო მეტიც, ზოგს ედავებიან 28 ნოემბერს განხორციელებულ ქმედებას, ზოგს 1 დეკემბერს, ზოგს 30 ნოემბერს. შესაბამისად, ეს 11 პირი შემთხვევით არის მოხვედრილი ერთად და მას ჩვენ ვერ დავარქმევთ ორგანიზებულ ჯგუფს. ამიტომ ჩვენი მოწოდება იყო სასამართლოს მიმართ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჯგუფი არ არის ორგანიზებული. და სწორედ ამიტომ არის სასჯელი საკმაოდ მაღალი 4-დან 6 წლამდე, რომ ამას ორგანიზება უნდა ახლდეს თან. მაშინ ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ თუ ესე და ეს არ იქნება დადასტურებული, გულისხმობ ნაცნობობას, გულისხმობ მითითებას და არ იქნება არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, მაშინ ეს პირები უნდა გამართლდნენ. ამიტომ მე ზოგადად როგორც უფლებადამცველი სხვა შინაარსში აღარ შევდივარ. ყველაზე მთავარი აქ არის, რომ ორგანიზებულობა სახეზე არ არის და თუ ორგანიზებულობა სახეზე არ არის, მაშინ რომელ მონაწილეობაზე გვაქვს საუბარი. მათ შეეხება მეორე ნაწილს რა მტკიცებულებები არსებობს. გიორგი ტერეშვილს ედავებიან, რომ ისროლა ვიდეო ჩანაწერის თანახმად მუყაოს საგანი, ანუ გასროლილი ფეიერვერკი, ეგრეთ წოდებული, სველი სპეცრაზმის მიმართულებით. მაგრამ ვიდეო ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც ამას აკეთებს, საერთოდ არ აღწევს სპეცრაზმამდე და ეცემა ძირს. ანუ და ვერც ერთი პოლიციელი ვერ ამბობს, რომ გიორგი ტერეშვილმა დააზიანა მუყაოს ქაღალდი. შემოდი დავიწყოთ იქედან, რომ ეს მუყაოს ქაღალდი რომ წესროლა არ არის ისეთი საგანი, რომელთაც შეგიძლია დააზიანო ადამიანი. მეორე, ეს არ არის ისეთი საგანი, რომელთაც შეგიძლია პარლამენტი დააზიანო, ანუ გულისხმობ ქვებს. და მესამე, ეს არ არის ისეთი საგანი და ყველაზე მთავარი, პოლიციელები რომლებიც მოდიან, ყველა ამბობს, რომ მე მუყაოს ქაღალდი არ მომხვედრია. ანუ ყველა ამბობს, რომ მოხდა ქვა. ხოლო გიორგის არ ედავებიან ქვის როლას. ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე მარტივი არგუმენტი აქ, რომ პირველი, რომც დადასტურდეს, რომ ეს გიორგია, რომც თქვათ, რომ ეხლა გითხრათ, რომ დი, ჩვენ ვართ. დაუდასტუროთ ეს მოცემულობა, მას არავისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და არც ერთი სხვა პირს არ იცნობს. ამიტომ სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე აღნიშნა
ეს თუ შეიძლება ქმედება იყოს სპონტანური, ჯგუფური, იმ წუთიერ ნიადაგზე წარმოშობილი, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს. ამიტომ თუ ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ იქ უბრალოდ არანაცნობი, უცნობი ადამიანები იკრიბებოდნენ და გამოხატავდნენ პროტესტს სპეცრაზმის მიმართ და ორგანიზებულობას ვერ დაადასტურებს სასამართლო და პოლიცია ვერ ადასტურებს, ვისი ქვა მოხდა და ვერ ამოიცნო ვერც ერთი პირი პოლიციის თანამშრომელი. მაშინ სასამართლოს ერთადერთი გზა რჩება, რომ გამოიტანოს გამომართლებელი განაჩენი ამ პირების მიმართ.